მოგესალმებით. ამ ვიდეოში განვიხილავთ წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. რა ეტაპებია გასავლელი და რა წინაპირობებია გასათვალისწინებელი იმისთვის, რომ სრულად გაიმართოს წარმოების პროცესი. პირველ რიგში აუცილებელია, რომ რეგისტრირებული გქონდეს შესაბამისი საწყობები მზა პროდუქციისთვის და ნედლეულისთვის და საქონელი, როგორც მზა პროდუქციის, ასევე ნედლეულის ტიპის. საწყობის და საქონლის რეგისტრაციის ინსტრიქციები იხილეთ ვიდეოს აღწერაში. შემდეგი ეტაპი არის საწარმოო რეცეპტის რეგისტრაცია. ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც კალკულაციებს. საწარმოო რეცეპტის რეგისტრაცია გაგიმარტივებთ წარმოების პროცესს, რომ წარმოების დროს მზა პროდუქციის და ნედლეულის მითითება ყველა ჯერზე ხელით არ გახდეს საჭირო. უშუალოდ წარმოების დროს, რეცეპტის არჩევის შემდეგ, შესაბამისი მზა პროდუქცია და ნედლეული ავტომატურად შეივსება რეცეპტის მიხედვით. თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია რეცეპტის გარეშეც გაკეთდეს წარმოების დოკუმენტი. აქვე განვიხილოთ, როგორ რეგისტრირდება საწარმოო რეცეპტი. უნდა შეხვიდეთ მენიუში წარმოება და გახსენით საწარმოო რეცეპტები. ფორმის მარჯვენა ზედა მხარეს აირჩიეთ მზა პროდუქცია. ანუ რა უნდა დამზადდეს ამ რეცეპტის მიხედვით. ჩამოვშალოთ საქონლის ნუსხა და ჩვენს მაგალითზე ავირჩევ ხაჭაპურს. მიუთითეთ რაოდენობა და დააჭირეთ დამატების ხილაკს. ახლა შეგვიძლია ავირჩიოთ ნედლეული. ის საქონელი, რისგანაც უნდა დამზადდეს მზა პროდუქცია. ამ შემთხვევაშიც ჩამოშალეთ საქონლის ნუსხა, ოღონდ ნედლეულის მხარეს. ჩვენს მაგალითზე ავირჩევ ცომს და მიუთითებ რამდენი გრამი ცომია საჭირო ერთი ხაჭაპურის დასამზადებლად. და დამატების შემდეგ იგივე პროცესს გავიმეორებ ყველის დასამატებლად. საბოლოოდ გამოვიდა, რომ რეცეპტის მიხედვით ერთი ხაჭაპურის დამზადებისთვის საჭირო იქნება ცომი და ყველი, შესაბამისი რაოდენობებით. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიუთითოთ რეცეპტის დასახელება, მაგალითად ხაჭაპურის რეცეპტი. მაგრამ თუ ცარიელს დატოვებთ, სისტემა ავტომატურად მიანიჭებს დასახელებას მზა პროდუქციის დასახელების მიხედვით. ამ მონაცემების შეყვანის შემდეგ დააჭირეთ შენახვის ხილაკს და ამით რეცეპტის რეგისტრაცია დასრულებულია. უკვე რეგისტრირებული რეცეპტები გამოგიჩნდებათ ფორმის მარცხენა მხარეს. მეტი თვალსაჩინოებისთვის დავარეგისტრიროთ კიდევ ერთი რეცეპტი, ლობიანისთვის. დააჭირეთ დამატებას და დავიწყოთ მონაცემების შევსება. რეგისტრაციის შემდეგ უკვე ვხედავთ, რომ რეცეპტების ჩამონათვალში გვაქვს ორი ჩანაწერი. ჩანაწერზე დადგომისას კი შეძლებთ მისი შიგთავსის დათვალიერებას. ასევე საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია მოახდინოთ რედაქტირებაც. მაგალითად, თუ ნედლეულზე რაოდენობა არასწორად არის მითითებული, უბრალოდ ჩაასწორეთ ახალი მნიშვნელობით და მიეცით შენახვა. ამავე ფორმაში თუ მიუთითებთ ნედლეულის საწყობს, სისტემა შეძლებს დაიანგარიშოს ნედლეულის ღირებულება, რაც საბოლოოდ დაგანახებთ თუ რა დაჯდება თქვენი მზა პროდუქციის დამზადება. ამით შეგვიძლია აქ დავასრულოთ და მომდევნო გაკვეთილში განვიხილოთ, როგორ ვაწარმოოთ მზა პროდუქცია.